ვის დააკისრა ოლიგარქმა ივანიშვილმა შავი საქმე, ანუ ცენზურის აღსრულება და მისცა მედიის დახურვამდე მიყვანის პრაქტიკული მექანიზმი. კახა ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალნაზღაურებადი საჯარო მოხელეა საქართველოში. ახლახან რაჟდენ კუპრაშვილის სამსახურმა 6 თვიანი შეფერხების შემდეგ დეკლარაციების გამოქვეყნება განაახლა. ჩავიხედეთ ბექაურის დოკუმენტებში, ჩამონათვალი შთამბეჭდავია. 2024 წლის დეკლარაცია 32 გვერდიანია. სოლიდური ანაზღაურება არ არის მისი შემოსავლების მთავარი წყარო. ბექაურის ოჯახის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ კახა ბექაური და მისი ცოლი ფლობენ 20-ზე მეტ ბინას და უძრავ ქონებას. ჯამური ფართობით 1900 კვადრატულ მეტრზე მეტი. 13 მიწის ნაკვეთს, რომლის ჯამური ფართობი 251.000 კვადრატულ მეტრზე მეტია. 7 მანქანა, ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტი. 5 ძვირად ღირებული საათი, ჯამური ღირებულებით 177.000 ლარი. აქვთ $600,000 აქციები. ანგარიშზე უდევთ 4,600,000 ლარი, $63,440, $1,22,554 евро ბექაური 7 კომპანიის მეწილეა. ეს არასრული მონაცემებია, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟი საკმარისი არ არის ბექაურის და მისი ოჯახის დიდძალი ქონების სრულფასოვნად წარმოსაჩენად. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას კახა ბექაური 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ის 2023 წელს მესამე ვადით 2026 წლამდე აირჩიეს. ბექაური მოყვა-ოცნების ხელწერად ქცეულ ტენდენციაში ერთ კანდიდატიან არჩევნებში. მას კონკურენტი არ ყოლია. მაუწყებლობის შესახებ კანონით არადაპირს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება მხოლოდ ერთი ვადით შეეძლო, მაგრამ 2019 წელს კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ასეთ შეზღუდვას ხსნის. კახა ბექაური უკვე დაასანქცირა ლიეტუვამ და უკრაინამ. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სანქცირებულთა სიაში არიან პირები, ვინც საქართველოს პუტინს აბარებენ და საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან. ეს ციტატა. კახა ბექაური ევროპარლამენტმა იმ რეზოლუციაში შეიყვანა, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს სანქციებისკენ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ბექაური ამერიკის სასანქციო სიაშია, რომელიც რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოაქვეყნა. თუ ვის შეეხება სანქციები მეგობარი აქტის ფარგლებში. აქაც კახა ბექაური პროპაგანდისტების ჯგუფშია ირაკლი რუხაძესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან, ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილთან ერთად. აქვე გავიხსენოთ, როგორია ბექაურის მედია კარიერა. 2012 წელს ბექაური პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას მეცხრე არხს მართავდა. მანამდე 2010-2011 წლებში იყო ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი, 2004-2005 წლებში იკავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას. 2002 და 2003 წლებში დირექტორის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია მზეს. კახა ბექაური 2014 წელს კომისიის წევრის სტატუსით მივიდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, 2017 წლიდან კი როგორც ვთქვით კომისიას ხელმძღვანელობს. ამის შემდეგ კომისია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობის, კრიტიკული ტელეკომპანიების წინააღმდეგ მიღებული სადავო გადაწყვეტილებებისა და მათთვის სოლიდური ფინანსური ჯარიმების დაკისრების გამო. ბექაური აქტიურად ლობირებდა მედია ბაზრის კიდევ უფრო მეტად რეგულირების ინიციატივებსაც, მაგალითად ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა ბექაურის იდეა, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი სპეციალური მმართველის დანიშვნას გულისხმობდა. არქივში იძებნება კანონდარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები ბექაურის მიმართ. 2020 წელს კახა ბექაური დაჯარიმდა ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის. 2017 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევით ბექაური ვერ აკმაყოფილებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ან თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ბექაურს კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია, ანუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ პასუხობს, თუმცა მიუხედავად ამისა თანამდებობაზეა. გარდა ამისა 2021 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით კახა ბექაურმა კანონი ფორმალურადაც არ დაიცვა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციის პარალელურად ორი ნაბიჯის წილების მართვის უფლების შენარჩუნებით დაარღვია კანონი. მოკლედ ეს არის საჯარო ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, მოკლედ რაც გავაცანით მაყურებელს. ხო, ბექაურის შესახებ. რად უღირს კახა ბექაურს ცენზორის როლის შეთავსება, მოკლედ ალბათ ამ ჩვენი მონაცემებითაც ნაწილობრივ გავეცით ამ კითხვას პასუხი.